გთავაზობთ სკულას ორახაი მაკადოშისგან, რომელიც გვასწავლის, რომ თუ სუფრაზე დევს პურთან და მარილთან ერთად გზად არის 70 სახის უარყოფით ენერგიას აბათილებს. ებრაელი ბრძენებისგან ცნობილია, რომ ეს სკულა კარგია აგრეთვე შიშების საწინააღმდეგოდ, დეპრესიების საწინააღმდეგოდ, შლომბაიტისთვის. თუ გსურთ შეგიძლიათ სუფრის ქვეშ დაყაროთ სატარი და თუ არა, მაგალითად მე ავიღე შუშის პატარა ჭურჭელი, ჩავყარე შიგნით ზატარი, დავამატე პერურეი ლეხემ, ანუ პურის ნამცეცები ყვითელი ფერის, რითიც ჩვენ შნიცელს ვწვავთ, ეხლა თქვენ ხედავთ, და ზევიდან მოვაყრი ცოტაოდენ მარილსაც. თან გამოიყურება ლამაზად და შეგიძლიათ დადოთ სუფრაზე, ყოველთვის ხელს არავის არ შეუშლის და არც დაიბნება, ყოველთვის იქნება თავდახურული. თუ მოგეწონათ ჩვენი პოსტი გააზიარეთ, სხვებსაც ასწავლეთ და არ დაგავიწყდეთ, რომ მოიწვიოთ ჩვენს ჯგუფში ტიკუნა გლალიში თქვენი მეგობრებიც. კარგად! გთავაზობთ სკულას ორახაი მაკადოშისგან, რომელიც გვასწავლის, რომ თუ სუფრაზე დევს პურთან და მარილთან ერთად გზად არის 70 სახის უარყოფით ენერგიას აბათილებს. ებრაელი ბრძენებისგან ცნობილია, რომ ეს სკულა კარგია აგრეთვე შიშების საწინააღმდეგოდ, დეპრესიების საწინააღმდეგოდ, შლომბაიტისთვის. თუ გსურთ შეგიძლიათ სუფრის ქვეშ დაყაროთ სატარი და თუ არა, მაგალითად მე ავიღე შუშის პატარა ჭურჭელი, ჩავყარე შიგნით ზატარი, დავამატე პერურეი ლეხემ, ანუ პურის ნამცეცები ყვითელი ფერის, რითიც ჩვენ შნიცელს ვწვავთ, ეხლა თქვენ ხედავთ, და ზევიდან მოვაყრი ცოტაოდენ მარილსაც. თან გამოიყურება ლამაზად და შეგიძლიათ დადოთ სუფრაზე, ყოველთვის ხელს არავის არ შეუშლის და არც დაიბნება, ყოველთვის იქნება თავდახურული. თუ მოგეწონათ ჩვენი პოსტი გააზიარეთ, სხვებსაც ასწავლეთ და არ დაგავიწყდეთ, რომ მოიწვიოთ ჩვენს ჯგუფში ტიკუნა გლალიში თქვენი მეგობრებიც. კარგად!